უნდა გავიღიბო, გულახდილად გეტყვით და ესე უნდა დავიწყო. ჩემი დღევანდელი ხარტაბლო უნდა დავიწყო ასე, იმიტომ რომ მიუხედავად რამდენიმე საათის წინ პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის მომხდარი გაუგებრობისა, ინციდენტისა, მეთქი უნდა მეთქვა, მაგრამ აი ვერ მიტრიალდება ენა, არ მიტრიალდება ენა, მოკლედ გაუგებრობისა. უკვე როდესაც ნებები ჩაცხრა, დარწმუნებული ვართ ერთ სახლშიც და ჯერაც ვაშინგტონში ყოფი ზელენსკის გუნდშიც, სადაც არიან ახლა ისინი, ხო უკვე რაციონალურად უნდა შევაფასოთ, უნდა ვთქვათ რა მოხდა, უნდა დავსვათ მნიშვნელოვანი კითხვები და ასე შემდეგ. ეს ინციდენტი თუ გაუგებრობა ჩემი აზრით განაპირობა პირველ ყოვლისა ვიცე-პრეზიდენტ ჯეი-დი ვენსის ჩართვა ამ პროცესში, ამ საუბარში, ამ დიალოგში ტრამპის ნებართვით, ტრამპის თანხმობით და ვერც ჯეი-დი ვენსმა, ვერც პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკვე შემდგომ ვერც ტრამპმა ვერ მოთოკეს ემოციები. საკვანძო სიტყვების ითქვა, მაგალითად ტრამპმა თქვა ამგვარი რამ, რომ მე ვხედავო, რომ პრეზიდენტი ზელენსკის ვერატანა აქვსო, ვერ იტანსო პრეზიდენტ პუტინსო, ჩემი ღმერთმენთეს მანამდეც უნდა სცოდნო და უკვე შემდგომ ინციდენტის შემდგომ გამოეხმაურდნენ მსოფლიო ლიდერები ამ ამბავს და მაგალითად მაკრონმა თქვა, რომ რუსეთი აგრესორია და უკრაინა კი მსხვერპლია. გაიხარეს ცხადია მოსკოვში, სადაც თქვეს, რომ უმადურმა ღორმა, ეს მედვედევის სიტყვებია, კატოლისაგან დამსახურებული არტყმა მიიღო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ამბობს ეს ლოთი მედვედევი, უნდა შეაჩერონ სამხედრო დახმარება ნაცისტური ომის მანქანისთვისო, იგულისხმება უკრაინა. მოკლედ, კიდე ბევრი ამბავია და ყველაფერს ვერ მიმოვიხილავთ, მე ვეცდები ამ საკითხებზე ვისაუბრო უკვე ჩემს სწორ აზროვნებაში რამდენიმეჯერ. ჩვენი სტუმარი არის ვასილ გოგოლაძე, პოლკოვნიკი, რომელმაც შესანიშნავად იცის მიმდინარე პროცესები და არა მხოლოდ ისაც ზედაპირზეა, არამედ მაღალი ალბათობით ხვდება, რაც ჯერ არ ჩანს, ან აანალიზებს იმას, რაც არ ჩანს. ისიც დარწმუნებული ვარ ადევნებდა ამ ამბავს თვალყურს, ისევე როგორც მთელი მსოფლიოს ყველა ის პირი, ვინც დაინტერესებულია პოლიტიკით, თუნდაც ზოგადად. ბატონი ვასილი ზოგადად არ არის დაინტერესებული, პროფესიულად არის დაინტერესებული. მე არ გეკითხებით, ბატონო ვასილ, რა მოხდა ფაქტოლოგიურად დღეს ვაშინგტონში, თეთრსახში, ეს ყველა ვნახეთ. მე გეკითხებით კონცეპტუალურად რა მოხდა. და უფრო რომ დავაკონკრეტო კითხვა, ხომ არ გვაძლევს ეს იმის თქმის საფუძველს, რომ შეერთებული შტატები ამ პროცესიდან გადის. გულისხმობ სამშვიდობო პროცესს, იმიტომ რომ ტრამპს წამოსწდა, რომ თუ არ მიიღწევა უკვე შემდგომ X-ზე გამოქვეყნებულ სტატუსშიც, თუ ეს ყველაფერი არ გამოდის, მაშინ რა გაეწყობა, არ გამოდის და მორჩა. ანუ მშვიდობა. ხომ არ გადის შეერთებული შტატები ამ პროცესიდან? მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მიესალმებით ჩვენს მაყურებლებს. მადლობა მოწვევისთვის. ძალიან შემჭიდროებულ და ძალიან ლამაზად ახსენეთ, რაც მოხდა რამოდენიმე საათის წინ თეთრსახში. თეთრსახის ზოვალუ კაბინეტი ძალიან ცნობილი კაბინეტია და ძალიან საინტერესო ადგილია მსოფლიო ისტორიის, რასაც ქვია დღევანდელ და არა მარტო დღევანდელ პირობებში, სადაც სერიოზული გადაწყვეტილებები მიიღება, მაგრამ კაბინეტი მაინც კაბინეტია და ჩვენ ახლა მოდით ასე ვთქვათ, ჩემს კითხვით რა თქმა უნდა რა, რომ ჩვენ ახლა უყურეთ მრავალ ნაწილიანი ოპერის, ეგრე ვიტყვი, ერთ-ერთ ნაწილს. ეს უვერტურა იყო თუ უკვე ასე ვთქვათ კლასიკურად განვითარებული სცენარი, მაგას ოპერის ბოლოში რო ჩავალთ, მაშინ აღმოვაჩენთ იმედი მაქვს, მაგრამ თავარი მე რაც მინდა ვთქვა, რომ დიპლომატია და ზოგადად საერთაშორისო მოლაპარაკებები და რასაც
დასავლეთში big games უძახიან, არასოდეს არ უნდა განსაზღვროთ ერთი შეხედვით და ერთი რა დავარქვა ამას გრძნობით. ნებისმიერ შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ამ დონის შეხვედრები არ ხდება, იტყვიან აი ასე რა, თითის გადაქნევით, რომ მოდი შეგხვდებიან, მოდი შემხვდი. არა. ამ შეხვედრებს წინასწარ უსწრებს, რომ იტყვიან საკმაოდ აქტიური დიპლომატიური მუშაობა. კი, ახლაც უსწრებდა, ბატონო ვასილ უკაცრავად. მაღალი ალბათობით ახლაც უსწრებდა, მაგრამ ბოლო მომენტში სიტყვა ზმნა აირია, რამდენად სწორი არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაზეც მოლაპარაკებულები იყვნენ მხარეები, რომ ამ სასარგებლო წიაღისეულ მინერალებზე შემდგარიყო შეხვედრა და მერე უკვე ხელმოწერა, ხო, ეს აღარც შედგა. ანუ მხარეებმა ბექში კი იმუშავეს, მაგრამ პრეზიდენტები ერთმანეთს წაეკ ისევ და ისევ JD Vance დავაბრალო. მესმის რაც სამდონერლი, მოდით ასეთ რამეს ვიტყვი რა. კიდევ ერთხელ ხალხს გავუსვავ იმ ფრაქს, რომ ჩვენ ახლა ვჯელობთ იმაზე, რაც ვნახეთ. იმის რასაც ვნახეთ და შეიძლება თეორიაში ვიმსჯელოთ, დავდგეთ ის თუ რა უძღოდა მას, ანუ ამ რაც ვნახეთ მაგის მოლაპარაკებებს და შეხვედრის მომზადებას და რა უძრო რა მოხდება აუშვათ ამ შეხვედრის შემდეგ. მოდით დავაკვირდეთ ასეთ მომენტს, რომ კი, რა თქმა უნდა, ეხლა მოვისმინეთ მყიფე განცხადებები ძალიან და ისეთი მჭახე განცხადებები ტრამპისაგან, რომ თქვენ უკრაინის პრეზიდენტს უთხრა, ზელენსკის უთხრა, რომ თქვენ ხალხი აღარ აქავთ, თქვენ ვერ გაწარმოებთ, თქვენ თუ ჩვენ არ დაგეხმარეთ, ასე ვთქვათ, თუ დღეში იქნებით და ასე შემდეგ. ეხლა სულელი უნდა იყო, რომ თქვა, რომ ტრამპი მაგაში რამე ტყულის ამბობს. მაგრამ მოდით ეხლა აი ამ რო იტყვიან, ამ ნახატს ერთი პატარა სერიოზული შტრიხი დავადოთ. ამ შეხვედრამდე 2 დღით ადრე ტრამპმა ხელი მოაწერა 2 დოკუმენტს. რუსეთისადმი გამოცხადებული სანქციების გაგრძელებას 1 წლის განმავლობაში და B დაპირებული დახმარების, ასე ვთქვათ, პაკეტის რეალიზებას. ხო, საინტერესო მომენტია. ანუ გუშინ თქვა, ზოგადად ვიძახი, გუშინ თქვა, რომ მე რუსეთს კლავაც სანქციების ქვეშ ვამყოფებ და ვტანჯავ. გუშინ თქვა, რომ მე შენ დაგეხმარები უკრაინაო იარაღით და სხვა ყველაფრით რითიც გეხმარ, რაზეც მოლაპარაკებული იყავი შენ ამერიკასთან. ტრამპზე არა მაქვს ლაპარაკი აქ. რასაც ამერიკასთან მოლაპარაკებული იყავი შენ, როგორც სახელმწიფოსთან. სახელმწიფო შენ გეხმარება. და დღეს უთხრა მას, რომ რა არის, თუ ეხლა დღეს შენ არ მომიწერ ხელს სიტყვაზე სილიციუმის ან რაღაც სხვა იმ მიწაში ჩადებული სიმდიდრის ერთობლივ დამუშავებაზე მე შენ აღარ დაგეხმარები. ხო ხვდებით რომ ერთი მეორეს გამოვიდა. ეს თქვენი პასუხი მე მიბიძგებს ფიქრისაკენ, რაც ლოგიკურია, რომ შეერთებული შტატები თამაშიდან ტრამპის შეერთებული შტატები კი თამაშიდან არ გადის. მე გეთახმები თამაში. მაგრამ მეორეს მხრივ შეერთებული შტატების ლიდერი ამბობს ეუბნება ევროპას, რომ თქვენც გაიღეთ ხარჯები. ევროპის ცალკეული სახელმწიფოები, ბრიტანელები, ფრანგები, მაღალი ალბათობით გერმანელებიც, სხვები და სხვები, პოლონელები, რომლებთანაც კარგი ურთიერთობა აქვს შეერთებული შტატების პრეზიდენტს. ხარჯებსაც გაიღებენ და აგ ბრიტანელებმა და ფრანგებმა ისიც თქვეს, რომ თუ მშვიდობა, ნახეთ ეს დაშვება, თუ მშვიდობა დამყარდა, მაშინ ჩვენ მზადა ვართ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები გავაგზავნოთ სამშვიდობო ძალების ფორმატში უკრაინაში. მაგრამ ტრამპის ეს მშვიდობა, ტრამპისეული გააზრებით მშვიდობა მიუღებელია უკვე უკრაინისთვის, რუსეთისთვისაც კი, რომელიც ამბობს, რომ 5-ვე რეგიონი მიტა მის ადმინისტრაციულ საზღვრებში, როგორც ისე რომ კურსკიდანაც უნდა დაახვიოთ უკრაინელებმა უკაცრავად ამ სიტყვისთვის. ევროპაც თლად თანახმა არ არის ამგვარ მშვიდობაზე, მეთქი ეს რო თქვა, არ გაგიკვირდებათ ალბათ და მშვიდობა ტრამპისეული გააზრებით
მშვიდობა ტრამპისეული გაზრდებით ვერ დგება. კაც ხوار ვწდები. ტრამპისეული გააზრებით მშვიდობა რა არის, ვერც მე ვერც თქვენ ვერ ვიტყვით. ჩვენ შეგვიძლია თქვა ტრამპის მიერ დეკლარირებული ფრაზები. ხო, რა არის ტრამპის მიერ დეკლარირებული? იმიტომ რომ კლავად არა, რა თქვენ ჩამოთვალეთ ეგ არის, ისე რომ ზოგადად შევხედოთ. მოდით მე უფრო ცოტა ღრმად ჩავხედოთ საკითხს რა. ძალიან ისეთი ცოტა თავი ფილოსოფოსოთ რო იყვიან ამ საღამოს პირას. რატო იწყება ომები? როდის იწყება ომები, რატომ მთავრდება ომები და როდის მთავრდება ომები. ეს არის ყველაზე მთავარი საკითხი, რომელსაც თუ ჩვენ არასწორად გავიაზრებთ, უბრალოდ არასწორ დასკვნებს მივიღებთ, რომ ეს ომი თვითონ დამთავრდება ისედაც, იმიტომ რომ ის თავის კანონებით მოქმედებს. ომი იწყება მხოლოდ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში, როდესაც ომში მონაწილე ერთ-ერთი მხარე მაინც გადაწყვეტს ომის დაწყებას. შემდეგ უკვე როდის იწყება? სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მაინდა-მაინც მე სიტყვაზე ვამბობ რა, რომელიღაც სახელმწიფოს ხელმძღვანელი ვარ, თქვენ მეორე სახელმწიფოს, მე გადავწყვიტე, რომ აი ირაკლის უნდა დავესხა თავს პირველ რიცხვში. ოფიციალურად ისტორიაში თუ მიაღწია იმ ამბავ, რომ ეს ჩემი ჩანაფიქრი განზრახვა სიცოცხლეში მოვიყვანე და უბრალოდ 20-ში დავიწყე ომი, ისტორიაში ჩაიწერება, რომ მე ომი დავიწყე 20-ში, მაგრამ სინამდვილეში მერწმუნეთ, ომი დავიწყე პირველში. როდესაც გადაწყვეტილება მივიღე, ბრძანებები გავეცი და მთელი ეს მანქანა რო იტყვიან, დაიქოქა და წამოვიდა თქვენ წინააღმდეგ. ის 20 დღე დამჭირდა, რომ ჩემი ჯარები მომიყვანა თქვენ საზღვრამდე, ჩემ სამხედრო ხელმძღვანელობას გეგმები დაედო ასე შემდეგ. ეგ უკვე ომის შემადგენელი ნაწილია, თქვენ ეს გვინდა თუ არ გვინდა, უბრალოდ არ ჩანს. და მეორე საკითხი, როდის მთავრდება ომი? ახლა ჩვენ უფრო ეს გვადარდებს რა, იმიტომ რომ ეს პირველი საკითხი რაც გავიარეთ, ეგ უკვე 3 წლის წინ მოხდა. როდის მთავრდება? როდისაც კი ბატონო, როგორ მთავრდება, როდის მთავრდება? ომი მთავრდება მხოლოდ და მხოლოდ რამოდენიმე შემთხვევაა რა, ორი შემთხვევა, ერთი არის რომ ორი შემთხვევა ერთი არის, როდესაც ერთ-ერთი მხარე, რომელიც ომში მონაწილეობს, მიაღწევს თავის მიზნებს და ამის მერე ნუ ომის გაგრძელებას ადრე აღარ აქვს, მივახციე მიზნები, გავჩერდი, აღარ მინდა მე. და მეორე კიდე ვარიანტი, როდესაც ომის მწარმოებელ ერთ-ერთ მხარეს აღარ შეუძლია რომ აწარმოოს ომი. ეს აღარ შეუძლია, ძალიან მრავალშემადგენელი ნაწილია, აქ შედის როგორც რო იტყვიან სამხედრო ძალა, ასევე ეკონომიკა, ასევე პოლიტიკა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოდი ახლა დღევანდელ დღეს თუ შევხედავთ ჩვენ სიტუაციას, პირველ ნაწილს მოდი ცოტა ხანი თავი დავანებოთ, ომის დასრულებაზე გვაქვს საუბარი. რა სიტუაცია გვაქვს? ვის სურს რომ დასრულდეს ომი? პრინციპში, მოდი ეგრეთ ვთქვათ. პრინციპში, აი დღევანდელი მდგომარეობით ომის დასრულებას არ ვიტყოდი, მაგრამ ომი რო შეჩერდეს, ომში მონაწილე ორივე მხარეს დიდი სურვილი აქვს. უკრაინასაც ძალიან სურს რომ ომი შეჩერდეს, დასრულებას არ ვამბობ. და რუსეთსაც ძალიან ისეთი რო იტყვიან ხალასი სიხარულით შეხვდება მაგ ამბავს. მაგრამ ომის დასრულებაზე აქ უკვე სათუო საკითხია. ომის დასრულება ვინაიდან არც ერთ მხარეს, მე აქ შემთხვევაში ლაპარაკი მაქვს უკრაინაზე და რუსეთზე, არ მიუღწევია თავისი მიზნებისთვის. უკრაინის მიზანი არის რომ გაანთავისუფლოს თავის ტერიტორია და აღადგინოს თავისი ლეგიტიმური საზღვრები, რუსეთის მიზანია ძალიან ისე შორსო სტრატეგიული მიზანში რომ წავიდეს, რასაც ინგლისურად regime change ქვია, რომ ანუ კიევში დასვას რუსეთმა მთავრობა და მინიმუმ როგორც თქვენ თქვით, აი რაც თვითონ ჩაწერა თავის კონსტიტუციაში, რომ აი ეს ლუგანსკი, დნეპროპეტროვსკი, ზაპოროჟიე და ყველაფერი ჩემია და აი მე გადმომიც. ახლა ეს დაახლოებით როგორი მომენტია, იცი? მე და თქვენ დავიწყოთ რო იტყვიან რაღაც კინკლაობა და ჩხუბი და მე ჩემ ბლოკნოტში ჩავიწერო, რომ ირაკლი ტაბლიაშვილის ჩრდილოეთ ოთახი ჩემია. და განვაცხადო, რომ აი მოვიტანო ეს ჩემი ფურცელი და ვთქვა, რომ აი სანამ აი აქ მე ჩემ ფურცელში მიწერია, რომ ირაკლი ტაბლიაშვილის ჩრდილოეთ ოთახი ჩემია, სანამ ამას მე არ მომცევთ, მანამდე მე ომს არ დავამთავრებ. ნუ ეს აბსურდია. აბსურდია.
თან მოდი სხვა კუთხით შევხედოთ ახლა ამასინაც წინაკვირაში ვკითხულობდი ერთ-ერთ სტატიას, ბრიტანელი სტატია იყო და ბრიტანელები ძალიან ისეთი ბრიტანული იუმორითა და სარკაზმით განიხილავ ხოლმე ზოგიერთ საკითხს და განიხილავდნენ აი ეგრეთ წოდებული მინერალების თემაზე, მას რა ქვია, მოლაპარაკებას რა. და ისეთი ახლა გვარი აღარ მახსოვს იმ ადამიანის, მაგრამ Foreign Office-ის საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე ნამუშევარი პიროვნება იყო და ისეთი სპეკულირებდა ამ თემაზე. ხალხო ერთიანმა გამაგებინეთო ბრიტანელებს შეერთავდა რა ამ წერილში რომ დაიდო თავის დროზეო ხელშეკრულებაო, რომელსაც 4 მხარე აწერდა ხელსო. უკრაინა იყო როგორც ასე ვთქვათ, ძირითადი ბუდაპეშტის ხელშეკრულებას გულისხმობს სავარაუდოდ. კი. და სამი ქვეყანა გამოვედით გარანტირებათო რომ თუ ის უარს იტყოდა თავის სოფლიოში მეხუთე რაოდენობით ბირთვულ შეიარაღებაზეო, ჩვენ სამი ქვეყანა უდგებოდითო გარანტიათო რომ მოკლედ მას არაფერი ცუდი არ მოვიდოდა. ეხლა უყურებოდა ერთი რამე ვერ გავიგეო ბრიტანელებს მიმართავს რა, აი სუფთა ინგლისური სარკაზმის ისენი უნდა ვიცოდეთ რა რო იტყვიან დეტალები. უბრალოდ ხალხო გამოფხიზდეთო რა ხდებაო ამ სამი გარანტორიდანო ერთი გარანტორიო მიწას ართმევსო, მეორე გარანტორიო მიწაში არსებულ მინერალებს და ინგლისელები ვაფშე ყველაფრის გარეშე რჩებითო და რა ვქნათ მას. ბატონო, დაუბრუნდები რა ერთი თქვენის ნებართვით. 10 დღის წინ პრეზიდენტი ტრამპი ამბობს შემდეგ სიტყვებს. პრეზიდენტი ზელენსკი არის დიქტატორი. 2 დღის წინ პრეზიდენტი ტრამპი ამბობს შემდეგ მე არ მithქვიაო. მე არ მithქვობს. ტრამპს აქედან გამომდინარე ასე უნდა ვთქვა, ახასიათებს პოზიციების გარკვეულწილად კონიუნქტურიდან გამომდინარე ხშირი ცვლა, ან ცვლა, ხშირს თუ გდებოთ არ ვიტყვი. ჩაცხრება თუ არა უკვე ამ ინციდენტი კონფლიქტის შემდეგ პრეზიდენტი ტრამპი, მას შემდეგ რაც ეს კრიტიკის ნიაღვარი დახვდება ამერიკული საზოგადოებიდან, დემოკრატიიდან, მოდი ესე ვიტყვი, კონგრესიდან, სენატიდან, opinion maker-ებიდან, decision maker-ებიდან, ექსპერტებიდან, აკადემიური წრეებიდან, მიმომხილველებიდან, მედიიდან და ევროპიდანაც, რომელიც უკვე ახმამაღლდა ამის გათვალისწინებით და განცხადებას ვკითხულობთ, ხო? შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ისევ გაასწორებს საკუთარ დამოკიდებულებას ან მესიჯს. გასაგებია თქვენ შეკითხვა, ბატონო, მე ასეთნაირად გეტყვით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემზეც და თქვენზეც ტრამპი ასაკით საკმაოდ ვთქვათ, ხსოვანია. და პრინციპში არავინ რო იტყვიან ჩარ შეიტანს იმ სიტყვაში რომ ვთქვა რომ ტრამპი გამოცდილი სიტყვა კომერსანტი ბიზნესმენი დიდი ბიზნესის გამოცდილება აქვს საკმაოდ დიდი. მე მაინც თავისუფლებას მივსვედა ვიტყვი რომ მიუხედავად ასეთი ასაკისა და გამოცდილებისა ბიზნესში იგი ახალგაზრდა პოლიტიკოსია. ახალბედა პოლიტიკოსია, კი ბატონო. ახალ ბედა პოლიტიკოსია, არა მეინსტრიმ პოლიტიკოსია, კი ბატონო. და აქ ყველაზე ესეთი მომენტი რა არის, რომ პოლიტიკას როგორც მეცნიერებას ბევრი არ აღიარებს, რადგანაც არც ჩვენთან და არც ასე ვთქვათ, დასავლეთშიც კი. მაგრამ პოლიტიკა მეცნიერებაა, რომელიც თუ არ შეისწავლე და ისე მიადექი განაცხადე, რომ მაგას რა უნდა ეგ პოლიტიკას რა უნდა გაწოდეთ. აი ცნობილი იმისა არ იყოს ჩვენი კლასიკოსებისა ნაცარში ჭხირით, რასაც გინდა იმას დახატაო რა და გონია პოლიტიკა ეგ არის. ტრამპს მე მაინც ვთვლი, რომ აქვს დაუძლეველი სურვილები და ხელით წაუწდება ხოლმე ბიზნეს მოდელების გადმოტანისა პოლიტიკაში. ხო და ვინ გააჩერებს? ვინ შეცვლის თუ არა? ცხოვრება გააჩერებს მაგას და ამერიკა გააჩერებს. ამერიკა საკმაოდ ვერ ვიტყვი რომ ძალიან კარგად ვიცი მეთქი, მაგრამ საკმაოდ კარგად ვიცი და ხშირად ვარ ნაყოფი და კბებოდი ამერიკაში ჩემი ყოფნის დროს და ყოველ ჩასვლის დროს წვები ერთ-ერთი ყველაზე კარგი რაღაცით, რომ ყოველ შემთხვევაში მოდი ასე ვთქვათ, ტრამპის პერიოდში ამერიკაში ნაყოფი არა ვარ, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ აქამდე რაც ჰქონდა ამერიკას ყველაზე სერიოზული, ეს იყო სისტემაზე დაფუძნებული ქვეყანა. ანუ იყო სისტემა, რომელიც
ეხლა ამ სისტემას გინდა deep state-ი დაარქვით, გინდა უბრალოდ როგორი მომენტია, მაგრამ ამერიკა აწყობილი არის სისტემაზე, რომელიც პრაქტიკულად უზრუნველყოფს აი ამ სისტემის თვითგანვითარებას და თვითგანვითარებას სწორი მიმართულებით. თუ გიფიქრიათ, იმიტომ რომ მე მიფიქრია და საკმაოდ ბოლომდე ვერ გავერკვიე, თუ გიფიქრიათ ასეთ საინტერესო რაღაცები, როდესაც არის ხოლმე დებატები პრეზიდენტებს შორის, კანდიდატებს შორის ამერიკაში. გამოდიან დგას ორი პრეზიდენტი, რაღაც კითხვა ისმება, ერთი პასუხობს, მეორე პასუხობს და მეორე დილით რაღაც ორგანიზაცია ან ორგანიზაციები დებენ განაცხადს, რომ აი ამ დებატებში მოიგო კითხვაზე კანდიდატმა ნომერმა 1-მა. ხო საინტერესო მომენტია. არა და რომ მოусმინო, გინდა ერთს, გინდა მეორეს, ორივე გადასარევ რაღაცებს ამბობს, არავინ არ იძახით თუ რაღაცას რა. აი მოდით ჩავთვალოთ, რომ აი დღეს ჩვენ რაც ტელევიზორში უყურეთ, ეს დებატები იყო. ყველაზე საინტერესო დიაგნოზი, მე თუ მკითხავთ, ხვალ ამერიკის დილით დაიდება, თუ უკვე დადებული არ არის, უბრალოდ არ მინახია, ვნახავ. სადაც დავინახავთ ზელენსკის ამერიკის ნაციონალური რეიტინგმა მოიმატა თუ მოიკლო. და რა მოუვიდა მაგდარში ტრამპის რეიტინგს და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, აი ამ ნაციონალურ რეიტინგს ამერიკაში ძალიან ტკივნეულად და ძალიან როიტყვიან მიკროსკოპით უყურებენ. რატომს იგივე ტრამპის ჯგუფი აუხსნის ტრამპს, რომ რა არიცი, ბატონო პრეზიდენტო, თქვენმა გუშინდელმა ხისტმა განცხადებებმა თქვენ გავნოთ. ზელენსკის არ უკრაინას არ დაეხმარა მაგას მოვიდა, თქვენ გავნოთ. დამიჯერეთ. ტრამპი გამოვა და იტყვის, რომ ხალხო, თქვენ მართალი გეგონათ გუშინ ჩვენ რაც იმაში დავდგით, რა ქვია, ოვალურ კაბინეტში? ანუ მე კლავაც ვიმეორებ, რომ სანამ საბოლოო ნაყოფს ვერ დავინახავთ აი ამ როიტყვიან დეველოპმენტს, ყველაფერი თქვენ თქვის არ იყოს, ბატონო ვასილ, დინამიკაში უნდა განვიხილოთ, ხო? იმიტომ რომ აგი ჩემს მიერ დასახელებული, გახსენებული მაგალითიც იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი იყო დიქტატორი ამ 10 დღის წინ და გუშინ წინ უკვე აღარ იყო დიქტატორი. ხო 10 დღის წინ კი ცუდ ხასიათზე ვიყავით და აი უკვე გუშინ წინ კაი ხასიათზე ვიყავით და დღეს ისე ცუდ ხასიათზე ვარ და ზეგ არავინ არ იცის როგორ ხასიათზე ვიქნები. უკეთეს ხასიათზე ვიქნებით დამიგერეთ. იმედი მაქვს. ეხლა დავუბრუნდები ერთ კითხვას თქვენის ნებართვით. არსებობს ცეცხლის შეწყვეტა და არსებობს გრძელვადიანი თუ მუდმივი არა მშვიდობა. მე რომ მკითხოს ვინმე მანამ სანამ სამართლიანი მშვიდობა როგორც ასეთი არ დამყარდება, მშვიდობა ცეცხლის შეწყვეტაზე არ გესაუბრებით, მშვიდობა ვერ დამყარდება საერთოდ. სამართლიანი მშვიდობა ჩემი აზრით არის 91 წლის საზღვრებზე უკრაინის გასვლა, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ ეტაპზე თქვენ როგორც სამხედრო ამასაც მაღალი ალბათობით დამიდასტურებთ. ახლა მე გეკითხებით, რაც არ უნდა გააკეთონ მხარეებმა, დაინტერესებულმა მხარეებმა. სულ რომ შეწყვიტოს შეერთებულმა შტატებმა, რაც არ მოხდებაო თქვენ ამბობთ და მართალი ბრძანდებით, მაგრამ რომ შეწყვიტოს 2026 წლის დასაწყისში ასე მაგალითად დახმარება უკრაინისა. კიდევ უფრო გართულდეს ურთიერთობა პრეზიდენტებს შორის, ქვეყნებს შორის, საზოგადოებებს შორის, მთავრობებს შორის და ასე შემდეგ. უკრაინას არ აქვს კი რესურსი, რომ იბრძოლოს და იობოს 28 წლამდე. რატომ 28 წელი? იმიტომ რომ 28 წლის ნოემბერში იქნება ახალი არჩევნები შეერთებულ შტატებში და პრეზიდენტ ტრამპი ვეღარ იღებს კეჭს. უკრაინას დამოუკიდებელი რესურსი არ აქვს, მაგრამ ეხლა უნდა ჩავთო აქ ჩემს ლოგიკაში ევროპის ცალკეული სახელმწიფოების დახმარება. 5 მილიარდს მოგცემ, 200 მილიონს მოგცემ. ევროპა კიდე რაღაცასა შეერაღებას მოგცემ და ასე შემდეგ. მე არ გეუბნებით რომ უკრაინა იმარჯვებს 28 წლამდე, მაგრამ კიევი არ ეცემა. უკრაინის ხელისუფლება არ იცვლება. გრძელი კითხვაა, მაგრამ როგორც სამხედრო კაცმა ამიხსენით, რატომ არა აქვს უკრაინას, რატომ ეკნება, არ ეკნება. პირიქით უკრაინას გაძლების შესაძლებლობა. მოდით მე შევეცდები ფიზიკის კანონებზე გადავიყვანო. პასუხი. ფიზიკის
ძირითადი ფიზიკა, ქიმია და არსებობს ეგრეთ წოდებული ბუნებისმეტყველების კანონები, რომელიც ერთ პერიოდში ძალიან მაინტერესებდა ბავშვობაში, რატო ერქვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და მე სხვადასხვა მასწავლებლებმა ამიხსნეს, რომ ესო ის მეცნიერებებია, რომლითაც ბუნება როგორ იმართება, მაგის გარკვევა შეგიძლია. კი ბატონო. მაქვს მე საკმაოდ ისეთი ნაშრომები, რომელიც ხუმრობით და ნახევრად ხუმრობით მოდი გეტყვით, პოლიტიკური ბუნებისმეტყველება ქვია. და მან არის ძალიან ესეთი რამოდენიმე საკითხი. პირველი და ყველაზე მთავარი მომენტი ეს არის ქიმიური ნაწილი ავიღოთ, ფიზიკას რომ მოვიღოთ. კატალიზატორების მოვლენა. არის ორი ნივთი, რომელიც საერთოდ აი ერთმანეთზე რო დაადო, არაფერი არ მოხდება რა, იდება წლების განმავლობაში და არც კი დაჟანგდება. და ამ დროს არის რაღაცა სიტყვაზე მესამე ნივთიერება, შეიძლება გაზი იყოს, შეიძლება ფხვნილი იყოს, რომელსაც ამას ზემოდან თუ მოაყრი, ეს ორი ნივთიერება ისე შეეწება ერთმანეთს, რომ ვერ განაცალკევი. კატალიზატორი ქვია მას. და პირიქით არის ნივთები, რომლებშიც მიადებ თუ არა შეიძლება აფეთქება მოხდეს, მაგრამ საკმარისია, რომ ეს მესამე ნივთიერება ჩაუფინო, ამ შემთხვევაში შეგიძლია შეინახო რამდენი ხანის გინდა. ეს რო გადმოვიტანოთ ახლა ჩვენ აი ზუსტად რას ვკითხეთ, გრძელვადიან მშვიდობაზე და გრძელვადიან ომზე და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მან აი ის ზუსტად ეკონომიკური დახმარება, ზუსტად ეს კატალიზატორია, რომელმაც შეიძლება აი ეს ორი გავარვარებული სახელმწიფო უკრაინა და რუსეთი, რომელიც აი ერთმანეთთან მიდება მყისიერ რეაქციას იწვევს და ომი და სიკვდილი მოყვება, ეკონომიკური დახმარება შეიძლება ზუსტად ის კატალიზატორი იყოს, რომელიც ან შეამცირებს, ან პირიქით დააჩქარებს, ასე ვთქვათ, რეაქციის დასრულებას. გეთანხმებით აბსოლუტურად. რაც შეეხება მშვიდობას და როგორც თქვენ თქვით, სამართლიან მშვიდობას. მე მომხრე ვარ იმ პოსტულატისა, რომელიც გამოისახება ასეთი საკმაოდ ცნობილი სლოგანით No justice, no peace. არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა. სამართალი არ იქნება, სამართალი იქნება მშვიდობა, კი ბატონო. ძალიან მოკლე, მაგრამ ყოვლის მომცველი ის არის, რა ქვია, სიტუაცია რა. ყველანაირად განსაზღვრავს. კი, დღეს შეიძლება სიტყვაზე რაღაცა მოხდეს, რაღაცა შეთანხმება დაიდოს, რაღაც გაკეთდეს, რა ვიცი, მილიონი რამე შეიძლება გაკეთდეს და რას მივიღებთ? მივიღებთ მყიფე მშვიდობას, რომელიც კაცშვილმა არ იცის, ასე ვთქვათ, როდის ჩამოიშლება. განაც კაცშვილმა შეიძლება სხვაგან არ იცის, მაგრამ მე ჯერ კვლავ ბატონ ჩერჩილის სიტყვებს გავიხსენებ, რომელმაც თქვა, რომ რუსეთთან დადებული ხელშეკრულება იმ ფურცელზე უფრო ნაკლები ღირსო, რომელზეც ეს ხელშეკრულება არის ხელმოწერილი. ანუ ზუსტად იგივე დღევანდელ შეხვედრიდან თუ ავიღებ, ზელენსკი რო გაიგო ეს ხელშეკრულებაზე საუბარი, ლამის სკამიდან წამოხდა და უთხრა რაღაცა 25 ჯერ დაარღვია რუსებმა ნებისმიერი ხელშეკრულება, რაც კი დადო აქამდეო და სადამ გარანტიებიო. ანუ დაძაბულ ფონზე, იქ ძალიან დაძაბულ ფონზე, რასაც თქვენ იხსენებთ ჩერჩილს. ხო, სორი, მართალია, რასაც მართებული ამბავია, რასაც იხსენებთ. მაგრამ იმ დაძაბულ ფონზე ზელენსკის შეუძლებელი იყო გახსენებოდა ჩერჩილი იმ მომენტში. თუმცა თეორიულად რომ გახსენებოდა, მას აუცილებლად უნდა ეთქვა, რომ აი თქვენ რომ ჩერჩილის ბიუსტი დააბრუნეთ თეთრ სახლში, ის გატანილი იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ეს 2 დღის წინ, აი ის ჩერჩილი ამბობდა, რომ რუსეთთან დადებული ნებისმიერი ზავი არის იმ ფურცელზე უფრო ნაკლები ღირებულების იაფი, ვიდრე თავად ფურცლის ღირებულება. აი ეს მინდოდა ჩადართის სახით. დიახ, განაგრძო. მეტყვით აბსოლუტურად და ეხლა აქ როგორი სიტუაციაა, რომ გრძელვადიანი, რასაც ქვია გრძელვადიანი, ისტორიულად გრძელვადიანი საუბარი არის საუკუნეებზე, მოდი ასე ვთქვათ, ну საუკუნეებზე თუ არა, აი დეკადებზე და ათწლეულებზე. მშვიდობა რომ მივახციოთ, ამისი ყველაზე მთავარი რა დავარქვათ ამას აუცილებელი და საკმარისი და უმთავრესი და მთავარი, რავი, ნებისმიერი ეპითეტი შეგვიძლია დავარქვათ, ეს არის
აი ამ ორი და არა მარტო ამ შემთხვევაში ზოგადად კვლავ ქიმიას დაუბრუნდები, ყველაზე აგრესიული რეაგენტის ნეიტრალიზაცია. როდესაც რაღაც გვაქვს მჟავა, რომელიც რასაც კი შეეხება ყველაფერს წვავს და ანადგურებს, ერთადერთი საშუალებაა, რომ ამ მჟავას ტუტე დავასხათ, ნეიტრალიზაციის რეაქცია გავაკეთოთ, მივიღოთ წყალი და მარილი და გვეცოდინება, რომ ის მჟავა აღარაფერს აღარ სულს არ უზავს. რა ქვია ამ მჟავას, ბატონო ვასილ? ამ მჟავას ჩვენ და საუბედროდ რუსეთი ქვია. და ვინ უნდა დაასხას ტუტე რომ გაანეიტრალოს ამერიკა? აი ეგ უკვე ძალიან ფილოსოფიური კითხვაა და მაგ ახლა ტუტის დიდი რაოდენობა ფიზიკა ქიმიაში გადავიყვანეთ და მე თქვენგან განსხვავებით სამი არი მყავდა, ამიტომ მეცადე რომ აკოლოდით და ჯერ კიდე ის სისტემა იყო ძველი, მაქსიმალური ნიშანი რომ 5 იყო და ფილოსოფიაში რომ გადავიყვანოთ, რაცა მითხარით, ვინ უნდა დაასხას ტუტე, ხო? ამჟავას. ტუტე უნდა დაასხას იმან, ვისაც ეს ტუტე აქვს. ძალიან ფილოსოფიურად ვუყურებ. ანუ ამერიკამ. ამერიკამ და ზოგადად დასავლეთამ. და ამ ტუტეს სხვადასხვის, ხო, კიდე ბარემ ერთ ქიმიურ იმას გეტყვით, რო იტყვიან პარალელს. ბოლოს თქვენ ეკონი ლეპტოპი მაქვს. ჩემ წინ და გამახსნევინებთ მენდელეევის პერიოდულ სისტემას და ვერ მოვერებთ გავიგე. მენდელეევის სისტემა აუცილებელი არ არის, უბრალოდ მე გეტყვით, რომ არის რეაქციები, რომელიც თუ ასე ვთქვათ, არასწორი რაოდენობის რეაქტივები გამოიყენეს, შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს. ანუ იგივე მჟავაზე რომ შენ ადგე და ცოტა ტუტე დაასხა, ცოტა დაასხა, მიიღებ განეიტრალება მშვიდობიანად, მაგრამ თუნდაც შორს ვარ წახვიდეთ დაუშვათ შემდეგ დაუშვათ ხვალზე სამზარეულოში რომ მოხვდებით, ძმარი და ის რო აიღოთ, რა ქვია, სოდა. ძმარი მჟავა, სოდა ტუტეა. როდესაც მას ასხავთ, ქაფი ამოდის და ნეიტრალიზაცია ხდება. ძმარი აღარ არის ძმარი, იქ უბრალოდ წყალი რჩება და ძმარმჟავა მარილი. უბრალოდ თქვენ თუ აიღებთ და სიტყვაზე ჭიქაში გაქვთ ბევრი ძმარი და იმ ჭიქაში უცბად ბევრ სოდას ჩაყრით, მეუღლე ძალიან ცუდად მოგეპრობათ, იმიტომ რომ სამზარეულო გასარეცხი იქნება. არა, მე არ ვაპირებ ქულახტილად გეტყვით. ქაფი ამოდის. მაგითო გეუბნებით ახლა რა, რომ ჩვენ თუ დავაკვირდებით აი ამ რუსეთად წოდებულ მჟავას, საკმაოდ როგორ თქვა რა, პროფესიულად და დროულად დასავლეთი ნელ-ნელა აი ამ ტუტეს სანქციების სახით აყრით და შესაბამისად ერთადერთი ის სიტუაცია, რომ რუსეთი განეიტრალდეს ისე, რომ მინიმალური პატარა გადახდომას გავაკეთებ მედან რა ქვია ქიმიიდან სამხედრო საქმეზე უფრო გაინტერესებს ხოლმე როგორც წესი. რატო არ შეეძლო თქვენი აზრით ამერიკას ზოგადად ევროპას 22 წლის 24 თებერვალს რო დაიწყო ომი, 24 აპრილს თუ არა, 24 სექტემბერს მაინც დაუშვათ მიეცა ტანკები, თვითმფრინავები, ჰაიმარსები ერთბაშად. იმისთვის რა ქვია უკრაინისთვის არ შეეძლო იპასუხოთ ჩემი აზრით რამდენიმე ფაქტორი არსებობს ერთ-ერთ ფაქტორს დავასახელებ დასავლეთი რომელსაც ამ სტრატეგიას უწუნებს ბევრი არაპროფესიონალი მოიქცა ძალიან სწორად რომ ასე არ მიაყარა იარაღი უკრაინას. რამდენიმე მიზეზის არ მიაყარა. მაგალითად იმის გამო, რომ ადამიანური რესურსი არ იყო საკმარისად მომზადებული. მაგალითად. მაგრამ რაც თავარია, ერთ-ერთი ფაქტორი რაც არის. დასავლეთი ყოველთვის მუშაობდა რუსეთის გამოფიტვაზე, როგორც ასეთზე. და გამოფიტვა, რამდენად წარმატებულად შედგა ეს ცალკე თემა, მე შეგვიძლია ამაზე ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ. არ დამთავრებულა გამოფიტვა ჯერ. მაგრამ არც დამთავრებულა, მე გეთახმებით. ანუ ეს გამოშიგნა თუ გამოფიტვის პროცესი ერთ-ერთ შემთხვევაში ვერ იქნება ერთდღიანი, ორდღიანი ან ორთვიანი. ეს იქნება long term, როგორ არის, გრძელ ვადაში გაწელილი და საჭიროების შემთხვევაში 500 ჩაფხუტზე ლაპარაკობდა ომამდე მართალია, მაგრამ მაინც გერმანია, მაგრამ მე საკმაოდ სერიოზული შეიარაღება დახმარება გადასცა უკრაინას. ეხლა ბრიტანეთი რო ბედავს სტრამერის პირობებში, რომელიც არ ითვლება ესეთი მაინც და მაინც აგრესიულად მილიტარისტ ლიდერად. ჯონსონისაგან განსხვავებით, ხო? ჯონსონი ქორი იყო და არ დაგავიწყდა შორის.
არ დაგავიწყდი ჯონსონი პროფესიულად იყო იმის ბიოგრაფი რა ქვია, ჩერჩილის ბიოგრაფი. ჩერჩილის ბიოგრაფია, კი. ჯონსონი ქორია და ჯონსონიც კი ვერ ბედავდა შეიძლება არასწორია ახლა ბორის ჯონსონზე ამის თქვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მის დროს არასოდეს არ თქმოდა რომ ჩვენ ავიაციას გავაგზავნით იმაშიო, უკრაინაშიო, ხო? აი სტრაბერ რბილი კაცი, შედარებით რბილი კაცის სტრაბერის დროს ეს ითქვა. მაგრამ აი ეს არის ჩემი პასუხი კითხვაზე, რომელიც თქვენ დამისვით და რამდენად კვალიფიციური არ ვიცი. აბსოლუტურად გეთანხმებით და უბრალოდ მე ესე ქართული ვარიანტიდანაც დავინახავ რა. ამ სიტუაციას რომ თუ აი კლასიკური ქართული სუფრის ვარიანტს რო შევყვეთ რა, რომ ყველამ კარგად ვიცით რომელიც ადგილზელოს მერე რომელიც ადგილზელო უნდა ითქვას ქართულ სუფრაზე რა და ანუ აი იგივე არის ახლა აი ამ გრძელ ვადიან შეიძლება ახლა ომი ძალიან ცუდი რაღაცაა მეწუნეთ მინახია და ვიცი და ძალიან შეიძლება როგორ თქვა რა სარკასტულად ჟღერს ომის შედარება ჭადრაკის პარტიასთან მაგრამ აი ამ ჭადრაკის პარტიაში რომელი ასე ვთქვათ სვლა რის მერე შეიძლება უნდა არა შეიძლება რომ გაკეთდეს გააკეთებ თუ არა ეგ უკვე სტრატეგია და ტაქტიკაა ეგ ძალიან ცალსახად გაწერილია და ზუსტად ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ჩემი შეფასებაა რა თქმა უნდა რის გამოც დასავლეთმა თუნდაც იგივე ფორმა ჯონსონმა არ მისცა უკრაინას ზუსტად აი ის დიდი შესაძლებლობები მე სამხედრო შესაძლებლობებს გულისხმობ რუსეთის წინააღმდეგ ზუსტად იმის მიზეზი იყო მან ორი ძირითადი მიზეზი იყო რომ უზრუნველყო რუსეთის მაქსიმალური გამოფიტვა და ბ როდესაც ნადირობს სერიოზულ ცხოველზე მან დაი ძალიან კონკრეტული საკითხი რომ ან ცხოველი პირველივე გასროლით უნდა მოკლა ან ისეთ ადგილას უნდა იყო რომ ის ცხოველი ვერ მოხსნეს მაგალითად ტახსეთ უნადირობს სადღაც ამაღლებულზე უნდა იყო რომ ტახი ვერ ამოვიდეს ყველა სხვა შემთხვევაში დაჭრილი ცხოველი გაცილებით უფრო საშიშია ვიდრე ბატონო ზოგადად ტყეში წასულთანსული და ანუ როდესაც დასავლეთი დარწმუნდება რომ მონადირეს სახელად უკრაინა შეიძლება აი ეს გასროლა გააკეთოს რომლითაც ესეთ კარგი შედარება გამოდის ნადირობაზე თუ გვაქვს საუბარი რომ ეს დიდი რუხი დათვი დააწვინოს გასროლით ხო მიწევენ გასასროლ ტყვიას და იარაღს კი ბატონო ასე ერთი და ბოლო კითხვაც ალბათ მედვედევი კი ვახსენებე და ამ ლოთიკასის ხსენება ახლა მაინც და მაინც მეორე და არ მინდა მაგრამ ალბათ მარტო არ იქნება ეს მედვედევი ვიც ახლა ხარობს არ ვიცი რამდენად გააკეთებს ხვალზე გუკეთვით პრეზიდენტი პუტინი განცხადებას მაგრამ მას მედვედევს ვარ ჩამორჩებიან სხვები თუ პროპაგანდისტები და თუ ხელისუფლების წარმომადგენლები ამაში კი პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ მაგრამ კითხვა ამგვარია მოსკოვში რომ ხარობენ ადამიანური რეაქცია სულტყვილად ხარობენ მე გეტყვი ეგ მომენტს რომ მე საკმაოდ მყავს ნათესავებიც ბიძაშვილებს გულისხმობ რუსეთში ნაცნობებიც იმიტომ რომ საბჭოთა წარსული მაქვს ასევე საკმაოდ რაოდენობით არიან რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკაში მეტნაკლებად ახლა ვერ გეტყვით რომ ძალიან პერიოდულად და ძალიან ხშირად მაგრამ ისეთ რა ვიტყვიან საერო და სასულიერო მეებს რა ქვია ესასწაულებს ერთმანეთს ულოცავთ ხოლმე ახალ წელს როდესაც ერთ-ერთმა შემონაცნობმა მოსკოვიდან დამირეკა მოკლედ რა თქმა უნდა კი მილოცვები ყველაფერი რო ვიტყვიან დამთავრდა და ვერ მოვიწმინე ვკითხე მეთქი რას ელოდებით მეთქი ახალი წლისგან მეთქი რა ახალი წლისგანო აიო ძველი ახალი წელი რო ჩაივლისო 20-შიო ტრამპი დადგებაო სანქციებს მოგვიხსნისო ვაჭრობა განახლდებაო თვითონ კომერციაშია საერთაშორისო ექსპორტ-იმპორტია რა მოკლედ ვაჭრობა განახლდება ავშენდები მოკლედ შავი დედალივითო რა გამეცინა რა მოკლედ რა და სხვადასხვა 23-ში დამირეკა ესეთ ეგრესოდებული საბჭოთა არმიის დღის მოლოთვის თებერვალს მაბადია დინვარს არა თებერვალს ხო აგერ რამოდენიმე დღის წინ დამირეკა და
ახლა მე ხო მივხვდი რატომაც მიდეკავდა 23 რიცხვში, აქედან რო იტყვიან რუსულ სიტყვას გამოვიყენებ წავეიაზვე რა, იქ რაღაც აფშტო არმიაზე უთხარი, ვაფშე იცი მეთქი რას მილოცავ მეთქი 23 რიცხვი რატო არის მეთქი ეგ რაღაცა და მოკლედ მე ვკითხე აგერ მეთქი თვე მოტრიალდა მეთქი აგერ უკვე რა, ტრამპი ის არის მეთქი და რაკენი მეთქი, შე რამდენი კონტრაქტი დადემეთქი საერთაშორისო მეთქი და რას მეუბნებიო, ბიჭო, ეხლა წავიკითხეო, რომ ინგლისიო ახალი მას გვიმზადებსო პაკეტსო და ის ახალი პაკეტი მგონი საერთოდ დაგვაქცევსო რა და ანუ რას ვიძახი რა აქეთკენ რომ ამ სიტუაციიდან რომ ძალიან ტყილა უხარიათ ზოგადად მე თუ მკითხავ კავკასიის ჩრდილო მხარეზე არსებულ ქვეყანას ეგეთი რაღაცეები. ეხლა, მედვედევი მან კლინიკური შემთხვევა, ეხლა მაგდენს რო დავლევ, შეიძლება მეც გამიხარდეს რაღაცა ისეთი რაღაც არაადეკვატური, მაგრამ მან უკვე ეგ ჩემი სფერო არ არის. არ ამგონია რომ ბევრს ვსვავდი, სადუ რაოდენობრივად, მე მგონია რომ ბევრს არსოს. ეკიდება. ხო, ვეღარ უძლებს უკვე. მაგას ის სხვა ჯორის მე როგორც მასწავლიდან ალკოგოლიზმი ქვია ისე რა, როდესაც მცირე რაოდენობით კაცი თრება. ანაც ძიმე ფორმებშია უკვე საუბარი ეთყობა და ეგ უკვე მოდი ასე ვთქვათ მე და თქვენ ვიდარდებთ ახლა მედვედევის ფსიქიკურ და ნარკოლოგიურ ჯანმრთელობაზე, მაგრამ მე მაინც ვიტყვი ეგრეთ რაღაცას რომ ეს მოსკოვში იქნება, პეტერბურგში თუ ავი მინსკში თუ სადმე სხვა ადგილებში, სადაც არის ხალხი, რა თქმა უნდა არის ხალხი ახლა რა, კაცია და გუნებაო, ზოგს ერთი მხარე მოწონს, ზოგს მეორე მხარე და ყველაზე ცუდი რა მომენტია რომ ცუდი როგორ რა ეს ადამიანის ის არის რა ფსიქიკის ნაწილია რომ ის რაც მოგწონს ცდილობ ყველანაირად რომ იტყვიან მივიყვანოთ ლოგიკურად მივიყვანოთ იმ სიტუაციამდე რომ ის კარგია და ის უნდა აუცილებლად მოხდება აი საკუთარ თავს უძახებენ რა ეგ მომენტია უბრალოდ რა ვიცი აი კლავაც უბრუნდები ეგრეთ სიტუაციას რომ 2 თუ 3 დღის წინ ტრამპმა მოაწერა ხელი რომ 1 წლით გაგრძელდეს არსებული სანქციები მე როგორც ვიცი სადღაც ალბათ ორშაბათიდან რო ვიტყვიან სანქციების ახალი ვაგონი გამოივლის ლონდონიდან და როგორც შეფასებებია მართალია ბრიტანელები არ ამბობენ კონკრეტულად რა არის სანქციებში სანამ გამოაქვეყნებენ მაგრამ არსებობს ისეთი ვიტყვიან რა დავარქვათ მაგას ჭორები დავარქვათ არსებობს ჭორები და მავანთა შეფასებები, რომ ეს სანქციები საბოლოოდ გაანადგურებს, თანიქ როგორ მითხრეს ინგლისელებმა, რომ ის საბოლოოდ გაანადგურებს როგორც რუსეთს, ასევე რუსეთთან დაკავშირებულ ეკონომიკურ ქსელებს. ანუ აქ მარტო რუსეთზე არ არის ლაპარაკი. ახლა ჩვენ კიდე გვჭირდება საქართველოს სასაუბროდ და რა და სხვა დროისთვის გადავდოთ, იმიტომ რომ მე როგორც ხვდები საქართველოსაც იქნება საუბარი. ორშაბათიდან ამბობენ, იმიტომ რომ წესით ესე იგი თვითონ მან რა ქვია, ბრიტანეთმა გაახმოვანა წინა ორშაბათს, ანუ აი ამ კვირის ორშაბათს გაახმოვანა, რომ სანქციები უკვე მზად არის და როდესაც კითხეს რომ აბა გითხარით როდის კი რა სანქციებია, გამოაცხადა რომ დაახლოებით 1 კვირაში გამოაქვეყნებთ და ერთად ვიმხიარულებთ რა. ისე ეფექტი დაიგარა, ხო არ დაგასპოილერებთო დაახლოებით ეგ ვარიანტი იყო. არ მინდა დასპოილერება, კი ბატონო. ბატონო ვასილ, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. ვასილ გოგოლაძე იყო ჩემი სტუმარი. ხო, ყველაფერს ვერ შევეხეთ ალბათ, მაგრამ აგე 45 წუთი გავიდა თითქმის, რაც გადაცემა არის ეთერში და შესაბამისად ბატონი ვასილ დაახლოებით 40 წუთია. მადლობას გიხდით, მაყურებლისთვის დარწმუნებული ვარ ეს ინტერვიუ იქნება. მადლობა მაყურებლებს. წარმატებას და გამარჯვებას გისურვებთ. ნახვამდის. იცოცხლეთ მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.